აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საკვებ ობიექტებს გულისხმობ ჯამური ფასი, რაც მოიცავს თვითონ პროდუქტის ფასს, დღგ-ს და მომსახურებას გაერთიანებულს, თუმცა ჯამური ფასის მითითება მხოლოდ და მხოლოდ საკვებ ობიექტებს არ ეხება. ეს არის აბსოლუტურად ყველაზე გავრცელებული. Online ანუ დისტანციურად ნივთის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს უფლება პროდუქტი ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე დააბრუნოს 14 კალენდარული დღის განმავლობაში. თუმცა ეს პირობა ფიზიკურ მაღაზიებში შეძენილ ნივთებზე არ ვრცელდება. როდესაც ფიზიკურად ვდებთ ხელშეკრულებას მაღაზიაში, მან იმ შემთხვევაში თუ ნივთი ნაკლიანი ან დეფექტიანია, მხოლოდ მაშინ გვაქვს დაბრუნების უფლება, მოვითხოვოთ თქვათ მისთვის შეცვლა ან შეკეთება, უპირობო დაბრუნება მათი კეთილნებაა და ეს ვადებიც მათვე შეუძლიათ მიუთითონ, ხომ, რამდენ დღეში შეგვიძლია ნივთის დაბრუნება, უკვე მაღაზიაზეა დამოკიდებული. ასევე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ნივთს ვყიდულობთ, თითოეულ ნივთს აქვს 2 წლიანი გარანტია. 2 წლიანი გარანტია რას ნიშნავს? ამ 2 წლის განმავლობაში თუ მე აღმოვაჩინე მისი ნაკლი, მე შემიძლია მოვითხოვო, თქვათ, ჩემი უფლებების აღდგენა. მომხმარებლის უფლებების დაცვა სამართლიანი და გამჭვირვალე ბაზრის ერთ-ერთი